პირველი რექტორი. ის მხურვალე სიყვარული მეცნიერებისადმი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ამდიადი საქმის განხორციელების მონაწილეთაგანი გამშვალულია და ის აღტაცება, რომელიც ქართულ საზოგადოებას ეტყობა, იმის თავდებია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი წარმატების გზას დაადგება, რომ იგი დღეგრძელი იქნება და მომავალში აყვავდება. იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც თავიანთი მხნე და მუდმივ ნაყოფიერი მუშაობით ხელს შეუწყობენ და მოემზადებიან მომავალში მუშაობისთვის ჩვენ საყვარელ სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს არის ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორის პროფესორ პეტრე მელიქიშვილის წარმოთქმული სიტყვა უნივერსიტეტის გახსნაზე. პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი 1918 წლის 13 იანვარს პროფესორთა საბჭოს პირველ ოფიციალურ სხდომაზე უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს. თავდაპირველად დღის წესრიგში ივანე ჯავახიშვილის კანდიდატურა იდგა, მაგრამ ჯავახიშვილმა უარი განაცხადა და რექტორის საპატიო პოსტზე საერთაშორისო აღიარების მქონე 70 წლის მეცნიერის კანდიდატურა წამოაყენა. პეტრე მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას 20 თვე ასრულებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას ხელფასი არასოდეს აუღია. მეცნიერის სიცოცხლის ბოლომდე ორგანული ქიმიის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. კავკასიის პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს ძველი სტილით 26 იანვარს გაიხსნა. უნივერსიტეტს წყნეთის ქუჩის 51 ნომერში, ბაჟთა გიმნაზიის შენობის სამხრეთის ნაწილში მხოლოდ 3 ოთახი ეკავა. უნივერსიტეტის გახსნაზე პეტრე მელიქიშვილის წარმოთქმული სიტყვა საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.